სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე შემაღლებულ ადგილს იშვიათად დაინახავ. მაღლაკად რატომღაც ვაკე ტერიტორია ეწოდება. თუმცა ადგილობრივები მოშორებით მდებარე მაღლობ ადგილზე საუბრობენ, სადაც გადმოცემის თანახმად პირველ მოსახლეები ცხოვრობდნენ. სოფლის სახელის ამ ძველმა ტერიტორიამ განაპირობა. ასე ვარაუდობენ მაღლაკის წარმოშობას, რომ შემაღლებულ ადგილებზე ნაპოვნია ნამოსახლარები იქა. შემაღლებულის გამო მაღლაკია ის მაღალ გორაზე ანსახლებულს, ამიტომ ეწოდა ვარაუდობენ ისტორიკოსები. გეოგრაფიისა და არქეოლოგიის გარდა არსებობს მითოლოგიაც, რომელიც სახელის წარმოშობის სხვაგვარ ვერსიას გვთავაზობს და მას რომანტიკულ ჟანრში ყვება. ერთ-ერთი წყალდიდობის დროს მდინარე გუბის წყალში ქალი ჩავარდნილა. მისი განწირული ხმა ყანებში მყოფ გლეხებს გაუგონიათ. ერთი ახალგაზრდა კაცი საშველად გადამხტარა და ქალი გადაურჩენია. ამ შემთხვევას ქალი და კაცი დაუახლოვებია. ერთხელაც კაცმა ქალს წყლის პირას ხელი თხოვა და კოცნაც დაუპირა, თუმცა ქალმა ორივე აირიდა და შეპირებაში აგება კაცს. აქ არა და მაღლაკიო. ქალმა როგორც ჩანს დანაპირები შეასრულა, რადგან მათ შთაუმავლებს უკავშირდება მაღლაკის დაარსება და დიდ დასახლებად ქცევა. ამ ტიპის ისტორიებს სერიოზულად ნაკლებად უყურებენ ეთნოგრაფები, თუმცა ზოგადად მითოლოგიას რიგ შემთხვევაში აღიარებენ, როგორც არც თუ უსაფუძვლო წყაროს. ძალიან ხშირად ხალხური ეტიმოლოგია ემთხვევა სამეცნიერო კვლევას და ეს ხალხური ამიტომაც არის ეთნოგრაფია საინტერესო და მომავლის მეცნიერება და არა მხოლოდ წარსულის შემსწავლელი, რომ ის გადმოცემების სინამდვილე მოწმდება მერე სამეცნიერო კვლევებით. თუმცა ეთნოგრაფებზე მეტი საქმე მაღლაკში შესაძლებელია არქეოლოგებს აღმოაჩინეთ. ადგილობრივები შემორჩენილ ნაშთებზე ყვებიან, რომელთაც მათი თქმით უძველეს აიასთან აქვს კავშირი. თუმცა ყველაზე პოპულარულ მითად მაინც ქალისა და კაცის ისტორია რჩება, ერთგვარი ადამი და ევა, რომელთა სასიყვარულო ისტორიამაც წარმოშვა მაღლაკი.